მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას შეკითხვაზე. მისი კარმა. ანუ რა კარმა დაუბრუნდება ამ ადამიანს, ან საერთოდ დაუბრუნდება თუ არა და ზოგადად სამყარო როგორ ხედავს თქვენს შორის მომხდარ სიტუაციას. ნუ ხომ თვითონ მართალს აქ ნამდვილად არ გავარჩევთ ახლა, მაგრამ ვნახოთ აბა ზოგადად თქვენთან დაშავებული რაც აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ან პიროვნებებს, აი ეს როგორ შეუტრიალდება ამ ადამიანს. მისი კარმა. ორი ვარიანტი იყოს. პირველი და მეორე. პირველი ვარიანტი იყოს აი ეს შავი ობსიდიანი და მეორე ვარიანტი იყოს სელენიტი. ჩაფიქრებული პიროვნების კარმა. კარგი, ახლა მეორე ვარიანტს გადავდებ და პირველი ვინც შეიფიქრეთ ობსიდიანი ეს თქვენი გაშლაა. სხვადასხვა ძალიან საინტერესო სიტუაციაში ახლა ეს ადამიანი გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაცისგან განთავისუფლების სურვილი აქვს. თითქოს ადამიანი ახლა და ამ მომენტისთვის არის ისეთ სიტუაციაში, სადაც სჭირდება აი სუფთა ჰაერი, ვიხეშად რო ვთქვა, ეს ფიზიკური მატერიალურ სამყაროში არსებული სუფთა ჰაერი კი არა, აი ცხოვრებისეულად ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ატმოსფერო, ამოსუნთქვა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი, ასე ვთქვათ, ბევრი პასუხისმგებლობა შეიძლება აღებული იქონდეს, შეიძლება ტოქსიკურ გარემოცვაშია, შეიძლება ენერგოვამპირების გარემოცვაშია და ადამიანი თავის ფიქრებში, თავის წარმოსახვაში სულ აი ფანტაზიორობს, სულ ოცნებებშია, სულ წარმოიდგინს როგორ მიდის და ტოვებს მაგალითად სახლს, სამსახურს, ქვეყანას. ნუ არის რაღაცა რაც აწუხებს და რაღაცისგან განთავისუფლება უნდა რა, მოკლედ ამ ადამიანს და ეხლა ჩავყვეთ ეტაპობრივად და ვნახოთ ეხლა რაც რასაც გვეტყვის და არა. მე მაინტერესებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ცხოვრებაში ეხლა ამ მომენტისთვის რა ხდება. რა ხდება მის ცხოვრებაში. მეორე არკანი თვითონ ამოვიდა. კაი, მერე ნანობს ამაზე? კარგით, ახლა გეტყვით რა ხდება. რა ხდება ახლა ამ ადამიანის ცხოვრებაში და ძალიან დაკავებული და ძალიან გაწაცებული თავისი სამსახურებრივი სიტუაციებით და მე ვფიქრობ, რომ დიდწილად მისი, ასე ვთქვათ, დრო, ენერგია, ყურადღება მიმართულია სამსახურზე, კარიერაზე, ფინანსებზე. კაცრავად. და ძირითადად არის ორიენტირებული ახლა აი ამ ყველაფერზე. და ასევე პირადი ურთიერთობების შექმნაზე. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ან ყავს პარტნიორი, ან უბრალოდ უნდა რომ ყავდეს. მოკლედ რაღაცა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული ფიქრებია, რომელიც ვერ გამოსდის. ვერ გამოსდის, იმიტომ ვერ გამოსდის, რომ შესაძლებელია უწევდეთ ურთიერთობის დამალვა. იმიტომ რომ შეიძლება მათი ურთიერთობა ვიღაცებს არ მოწონდეთ, ეს ერთი და სინამდვილეში ტარო გვეუბნება იმას, რომ ურთიერთობა ვერ ეწყობათ და ჩაშლის და დასრულების პირზე აქვთ, იმიტომ რომ პარტნიორი, მე ვფიქრობ მამაკაცი, არის ძალიან ინფანტილური ამ ურთიერთობაში, არის როგორც პატარა ბიჭი და პატარა ბავშვი. შეიძლება ასაკითაც ბევრად ახალგაზრდა იყოს ეს ადამიანი.
მაგრამ ბიოლოგიურ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. თვითონ ამ ურთიერთობაში, ამ პარტნიორის ასე ვთქვათ დამოკიდებულება არის ძალიან უპასუხისმგებლო. აიცით როგორ სიტუაციას მიჩვენებს, რომ აი ვერ ყოფნის ენერგია ამ კაცს თუ ამ ბიჭს, რომ ამ ურთიერთობას მისცეს ის ფორმატი, რასაც ეს ადამიანი მისგან ითხოვს. ასევე რაღაცა ფინანსების ნაწილში შეიძლება კონდეს რაღაცა დავები. შეიძლება იყოს ვიღაცა ადამიანი, ვისაც ან ვალი არ დაუბრუნა, ან ფული არ მისცა, თუ აი რაღაცა ფინანსებთან მიმართებაში არის რაღაცა ისეთი, რომ აი არ დაბალანსდა, აი ფულთან მიმართებაში რაღაცა არ დაბალანსდა. აი რაღაც ენერგია არ არის თავისუფლად და თანაბრად აი მიღება-გაცემის პროცესი არ არის დაბალანსებული. უფრო მგონია რომ შეიძლება ამ ადამიანს ან ვალი კონდეს და აი სპეციალურად ნაგლად არ იხდიდეს, ან აი რო გითხეთ ახლა ფინანსებში თუდად არ არის, უბრალოდ ეგეთი ნაგლი ტიპია, ძალიან დიდი ბოდიში ბარბარებისთვის, მაგრამ აი რაღაც ეგეთ აკეთებს სავარაუდოდ. ხო, აი რაღაცა ფინანსებთან დაკავშირებით რაღაცა თავდაცვებში და თავდასხმების მოლოდინში შეიძლება არის. ან შეიძლება თქვენ შორის თუ თქვენ სამში რა ვიცი, რამდენიც იყავით ამ ამბავში გარეული, შეიძლება თქვენთან დაკავშირებით იყოს სიტუაცია, რაღაცა აი საერთო ბიზნესი, საერთო ფული, სამსახური, ну რაღაცა ეს ამბავი იყო და აქ ხედავ იმას, რომ ვიღაცას მოექცა ძალიან უსამართლოდ და იაზრებს, რომ აი არ ვიცი როგორ აი მართლა ქართულად როგორ თქვა, არ ვიცი, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აი ზუსტად ამას თქვა, იპოდლა, იცის რომ ეგრე მოიქცა, იცის რომ ეგრე გააკეთა და მისი სიტყვებით გეტყვით და მისი ხასიათით სულ ფეხებზე კიდე. ანუ აი ესეთი ენერგეტიკა მოდის, ესეთი ცხოვრების სტილის, ესეთი ასე ვთქვათ, ლექსიკონის მქონე ადამიანია. მე ვფიქრობ, შეიძლება ძალიან უყვარდეს გინებაც და გამნიშნულობა არ აქვს, რა სქესის ადამიანია. კიდევ. ხო იცი, რაღაცა მოლოდინი აქვს იმის, რომ შეიძლება დაჭირდეს თავდაცვა. და აი რაღაცა მოგერიება თქვენი ან სხვისი ამ ფულთან მიმართებაში. კარგი, გავიგე, საკეთება. ეხლა ვიკითხოთ სამყაროს თვალში. აი სამართლიანი რეალურად რა და როგორი იქნებოდა, ან თქვენ ორში ასე ვთქვათ, სამყარო როგორ ხედავს, რომელი იყავით მართალი, რომელი იმსახურებს დასჯას თუ რა ვიცი, ხო? სამყარო, აი თქვენ როგორ ხედავს და აი სამყაროს სამართლიანობა ვის მხარეს არის? ჩემი მაყურებლები სამყაროს თვალში ახლა ამ მომენტისთვის. და ეს ადამიანი სამყაროს თვალში ჩაფიქრებულ სიტუაციაში. მოდი, კაი, ჯერ თქვენც დავიწყოთ. კარგი, ეს ადამიანი გავიგე. რა საინტერესო და როგორი უცნაური პასუხი მივიღე, აქ სამყარო არაპირებს თითქოს მაინც აი ზუსტად გეტყვით ახლა აქ რა ხდება და მიმიხვდებით. სამყარო თქვენ გხედავთ როგორც ძალიან მიზასტრაფო ადამიანს, გხედავთ როგორც მუდმივ მოძრაობაში მყოფ ადამიანს, რომელიც სულ სიახლეებისთვის არის მზად და სულ მოძრაობაში და სულ ცვლილება უნდა უკეთესობის ასე ვთქვათ სიარული. ან თქვენ არა ხართ ეს ადამიანი, რომელიც რაღაცას მიიღებს, გაჩერდება, სტაბილურად იცხოვრობს. არა. აი თუ სამსახურში ხართ, სულ უკეთეს პოზიციაზე ყოფნა გინდათ, უკეთესი ანაზღაურება გინდათ, დიდხანს ერთ ადგილას არ ჩერდებით, რაღაცას რომ
დაისახავთ მიზნად და მიაღწევთ მალევე რაღაც ახალ გამოწვევას უწესებთ საკუთარ თავს. აი სულ ტემპში ხართ, სულ მოძრაობაში ხართ, სულ რაღაცას აკეთებთ, სულ რაღაც მიზანი გაქვთ, სულ რაღაც გეგმა გაქვთ, ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ხო ხედავს და რეალურად რაც მოხდა თქვენ აი ამ ამბავში, მე ეხა ცა ბევრი ადამიანი მიყურებს და ვიცი რომ შეიძლება ვიღაცებისთვის უცნაური იყოს, მაგრამ ის რაც მოხდა აი მაგ სიტუაციაში მთლიანობაში თქვენ გეხმარებათ იმაში რომ დაალაგოთ თქვენი პირადი პარტნიორული ურთიერთობები. აი თითქოს ეს იყო ერთგვარი გამოცდა სამყაროს მხრიდან თქვენ რომ აი ამ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდით რა არჩევანს გააკეთებდით და აი ეს იყო რაღაც ერთგვარი გადამწყვეტი რომ აი თქვენი არჩევანით სამყაროს დაანახეთ რა გზაზეთ გახართ და რა მხარეს ირჩევთ. იმიტომ რომ აქ მე ვხედავ იმას რომ აი ამ სიტუაციას არ ვიცი რაღაცას ჩამოგაშორათ ფაქტობრივად სამყარო. იმიტომ რომ ნახე თქვენ რომ ამ ადამიანთან ამ გარემოცვაში აღარ ხართ და თქვენს ენერგიას რომ აქ აღარ არეალიზებთ მაგ სფეროში და მაგ ადამიანთან ეს ენერგია ხო თქვენთან რჩება. შეიძლება თქვენ რაღაც სხვა მიმართულებით განვითარდეთ რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ენერგია რომელიც ახლა თქვენთან დარჩა, იმიტომ რომ იმ ადამიანთან და იმ გარემოსთან სეპარირდით და განცალკევდით, გეხმარებათ იმაში, რომ საბოლოოდ თქვენი პირადი ურთიერთობები აწყოთ. შეიძლება რაღაცა გადააზრებები და გადაფასებები გქონდათ, ისეთი, რაც თქვათ, აი მე დაალაგებ თქვენ პირად ცხოვრებას და მე გეუბნებთ თქვენს ცხოვრებაში, ანუ საერთოდ სხვა რაღაცა ვიკითხეთ და საერთოდ სხვა რაღაცა გვიპასუხა ტარო, მაგრამ მე უნდა გავაშკარო, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ძალიან სტაბილური, ფინანსურად მყარი, დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც შემოგთავაზებთ სტაბილურ სერიოზულ ურთიერთობას, რომელიც საბოლოოდ შემდგომ ქორწინებაში გადაიზრდება და ამ ადამიანის თვალში ახლა ამ ადამიანის შემთხვევაში სამყაროს თვალში ხო ამ ამბავთან მიმართებაში ჩანს რომ ეს ადამიანი საკმაოდ ძლიერია. ოღონდ აი თქვენ ხართ მოძრავი და ამ მოძრაობიდან გამომდინარე სულ სიახლეებში ხართ და თავისთავად აი ამ რაღაც აქტიურ დინამიურ რეჟიმში და ეს ადამიანი აი მხრებით და თავით აი როგორ ვთქვა აი ძალით მიერი მეთოდებით აღწევს რაღაცებს. თქვენ უბრალოდ სულ ტემპში ხართ და აქტიური ხართ და მაგიტო აღწევთ რაღაცებს და ეს ადამიანი არის აიცით როგორ აი ძალ აღმარცხნავსო რომ იტყვენ ეგეთი ადამიანია რომ აი გამოიყვანს, გამოუშველი რომ წიყოს გააკეთებს. მიუხედავად იმის რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ პირადი პარტნიორული ურთიერთობები დაალაგოს, ისეთ ენერგიებშია რომ ეს ადამიანი საბოლოო ფინალში მიდის ვორკაჰოლიზმისკენ და აი იქნება მთლიანად კარიერაში ჩათრეული ადამიანი. რაღაც ახლა ვერ ვიტყვი ეს ცუდია, მაგრამ თუ აქ ჩანს რეალურად წეღან ხო გამოჩნდა რომ მას უნდა რომ პირადი ურთიერთობები აწყოს, მაგრამ მისი ენერგიები მთლიანად რეალიზდება კარიერაში და სამსახურში და შეიძლება რომ იქაც კონდეს რაღაცა წარმატებები გარკვეულწილად, რაც მას მოუტანს სიხარულს, მაგრამ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს მისგან შესაბამისად იქნება თუ არა სრულყოფილი ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, თავის ცხოვრების დინებაში, ну თავის აღქმა როგორ ექნება, ეგ ცოტა საკითხავია. მოდი ვიკითხოთ, ეს ადამიანი თქვენით ინტერესდება? აინტერესებს რა ხდება თქვენ ცხოვრებაში? კარგი და ბარემ ვიკითხოთ მაშინ. რას ფიქრობს ახლა თქვენზე? ახლა რას ფიქრობს?
ერთი ამას უყურე. ოი. ეხლა რა ხდება? ინტერესდება თუ რა თქვენი ცხოვრებით? მე ვიტყოდი რომ კი, ინტერესდება და რაღაც ცოტა თავისი ობსესიები აქვს, აკვიატებული აზრები აქვს თქვენთან დაკავშირებით. სადღაცას წამოვიდა ეს ფიქრი, რომ შეიძლება ამ ადამიანს ეშინოდეს იმის, რომ თქვენ მის საწინააღმდეგოდ რაიმე სახის მაგიური მანიპულაცია ჩაიდინოთ და გააკეთოთ. რაღაცომღაც ძალიან მოდის სამსახურის და ფინანსების თემა და რაღაცა კარიერა და მე ვფიქრობ შეიძლება თანამშრომლებიც იყოთ ან კოლეგები მინიმუმ შეიძლება უფროსი იყო თქვენი სამსახურში ხო? ხო და მოკლედ რისი თქმა მინდა ინტერესდება ბარემაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ საერთოდ წარსულში მოგიტოვოთ და წავიდეს და წინ გააგრძელოს გზა, მაგრამ თქვენი ეშინია, აი ესე პირდაპირ გეტყვით, ეშინია, რომ თქვენ ზურგიდან არ დაესხათ. და ამიტომ კი უნდა რომ წინ წავიდეს, მაგრამ თან უკან იყურება, რომ ვაიდე თქვენ მერე რამე გააკეთოთ მის საწინააღმდეგოდ და თან პირდაპირ მოდის მაგიური თავდასხმის შიში. იმიტომ რომ ხედავს თქვენში იმ პოტენციალს, რომ რამდენადაც ღიმილიანი და თბილი ხართ, იმდენადვე ძალიან ღრმა და ძალიან იდუმალი პიროვნებები ხართ და ეს თქვენი სიღრმე მას აშინებს, იმიტომ აშინებს, რომ თვითონ ეგ არ აქვს, მაგის ნახევარიც არ აქვს. ესე პირდაპირ რო ვთქვა. შესაბამისად, ცოტა ისეთი ენერგიები და რაც შეეხება იმას თუ რას ფიქრობს ახლა ეს ადამიანი თქვენზე, ძალიან ბევრს ფიქრობს, მართლა, აი ცოტა რაღაცა მენტალური პრობლემებიც შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს, განსაკუთრებით აი საქმეში და სამსახურში რაღაცა ამბავი რაც მოგიხდათ თქვენს ბიზნესში, თუ რა ვიცი, ხა რასაც აკეთებთ ხო ახლა ყველა თქვენ თავზე გადაწყვეტეთ რა ახლა თითოეულ სიტყვაზე. სხვათა შორის გარკვეულწილად სურვილი აქვს შერიგების, იმის, რომ თქვენი ურთიერთობები რაღაცნაირად მოთბეს, მოულაგდეს, რომ მშვიდობიანად დაასრულოთ ეს თქვენ შორის არსებული სიტუაცია. ისიც იმიტომ, რომ მას ეშინია. ხალხო, ვიმეორებ, კიდევ ბევრჯერ გიტყვით, ეშინია. ამ ადამიანს თქვენი ეშინია. არის შეიძლება იცის, რომ დაინტერესებული ხართ ეზოთერიკით და ეს ფაქტი ცოტა აბნევს. ასევე ფიქრობს, რომ რა ვქნა, მე ხوار შევთავაზო რამეო და ხوار ვაჩვენო, რომ აი მე მზად ვარო, ისევ ეს აი როგორ გითხრათ. აი მაგალითად თუ ეს არის თანამშრომელი, შეიძლება შემოგთავაზოთ რაღაცა ერთად მუშაობა, ისევ განახლებული ფორმატი, რომ აი ადრე თუ ესე ვაკეთებდით, მოდი აი მე შემოგთავაზო და ეხლა ვთქვათ ასეთ პოზიციაზე დაგასაქმო, ან რაღაცა ერთად პროექტი გავაკეთოთ. თუ მასთან მუშაობდით, ფიქრებში გაუვლია, რომ აი ხوار დავუკავშირდე და ისევ ხوار აღვადგინო მის პოზიციაზე, იქნება ასეთი ფორმით მოვალბო მისი გული. ეგეთი რაღაცაც უფიქრია, მაგრამ იცის თქვენი ხასიათი და იცის რომ მოვიდეს შეიძლება თავზე დაახუროთ ყველაფერი. და ცოტა ისეთი რაღაცა შორიდან გიყურებთ, გაკვირდებათ, შეიძლება თქვენს ფოტოებს ათვალიერებდეს, თორებს ათვალიერებდეს. იცის რომ თქვენც არ ახართ მარტივი პიროვნება, თუმცა ისურვებდა ამ ურთიერთობის ისევ ისეთ ფორმატში აღდგენას, როგორც თქვათ, მანამდე გქონდათ, ოღონდ გამოვსწორდებიო რაღაც ესეთ ტონით, მაგრამ მე მინდა ვიკითხო რეალურად, აქეთ გადმოვალებ, რა აღარ მეტევა. რეალურად ეს ადამიანი გადმოდგავს რამე ნაბიჯს ამ ვითომ ურთიერთობის გამოსასწორებლად თუ რაღაცა, ანუ მე რაღაცა ვერ მოვიხიბლე ამ ადამიანის ენერგიებით. ეს ადამიანი მოახერხებს რამე ნაბიჯის გადმოდგმას თქვენთან მიმართებაში, გადმოდგავს რამე ნაბიჯს.
მე რა არის ამდენი კაცები რა შუაშია ვერ გავიგე. წეღ რო გითხარით რაღაცა პარტნიორი გამოგიჩნდებათ მეთქი, ძალიან საინტერესო თქო და რაღაცა თქვენ რო დაქორწინდებით, მე გიუბნებით რომ თქვენ დაქორწინდებით, ხა მოგილოცავთ. ამ ხრივ გამოხატავს ნაბიჯს კი. და თუმცა იცის რომ მანამდე რო რამე გააკეთოს თქვენთან ურთიერთობაში და თქვენთან მიმართებაში, საერთოდ ხამალ მოღერებული ელოდებით რა. უბრალოდ აი თქვენ რაღაცა პირად ბედნიერებას რო თქვათ რაღაცა მიაღწევთ და რაღაც პირად ცხოვრებაში უფრო სწორედ რაღაცა შეიძლება ესე მოგილოცოთ თუ რაღაც. მინდა ახლა გავარკვიო ამ ადამიანის კარმა. ან როგორც ჩანს მთლად გაწყვეტილი კომუნიკაცია არ უნდა გქონდეთ, ხო? ამ ადამიანს თქვენს გამო როგორი კარმა დაუბრუნდება? ძალიან დაბინძურებული ენერგია დაურა. აი თან ძალიან შეიძლება აი ეხლა აი გაშლიდან ძალიან გრძნობ. აი ხა შეიძლება იფიქროს რომ როგორ რა შუშია, მაგრამ მართ შუშია შეიძლება ყავდეს ძალიან ბევრი სექსუალური პარტნიორი დროის მოკლე მონაკვეთში, იმიტომ რომ აი ენერგია აქვს ისეთი რომ აი შევწუხდი გაშლიდანაც კი. კარგი, რა კარმა დაუბრუნდება ამ ადამიანს თქვენს გამო? ანუ ამ დასასრული ვეღარ გამოვიყენებ მეორე ვარიანტში და შეგვიძლია ძალიან მისი კარმა რა კარმა დაუბრუნდება ამ ადამიანს თქვენს გამო? გეტყვით კარმა ნამდვილად დაუბრუნდება ამ ადამიანს და მოიცადე ერთ წუთს სანამ გეტყვით კიდე რა მაინტერესებს არა კარგი აზრდა ხო აი მეც ვიკითხე და გეტყვით რაც ვიკითხე კარმა დაუბრუნდება იმ ფორმით, რომ როგორც უკვე გითხარით, ეს ადამიანი არის ძალიან ორიენტირებული თავის კარიერაზე და იქნება რაღაც მომენტი, როცა ის ან ახალ სამსახურში გადასვლას დააპირებს, ან ახალი კონტრაქტის დადებას დააპირებს, ვინმესთან თქვათ კოლაბორაციას თუ მოკლედ რაღაცა ესევე სამსახურეობრივს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რაზეც დიდი იმედს ამყარებს, რაზეც დიდი მოლოდინები აქვს და ფიქრობს, რომ ეს მას ძალიან დაეხმარება სამსახურეობრივად და ისედაც ხო კარიერულად. აი აქ ამ სიტუაციაში გამოიყენებენ ამ ადამიანს პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, სათავისოდ გამოიყენებენ. ანუ ამ ადამიანს მოსთხოვენ ძალიან ბევრ რაღაცას და სანაცვლოდ დაუბრუნებენ ძალიან ცოტას. კარგად გამოიყენებენ, შეუქმნენ არასტაბილურ გარემოს, ალოდინებენ ძალიან ბევრს და მთლიანობაში ბოლოს ეტყვიან უარს. მერე ამ ადამიანს ექნება იმის მცდელობა, რომ აი იქნება ხელმეორედ დაილაპარაკოს, იქნება გამოუვიდეს, ეს არის საუბარი რაღაცა საბუთზე, დოკუმენტზე. ან შეიძლება იყოს ეგეთი მომენტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიონალი, ვინც მის საქმეშია, შეიძლება უნდოდეს რომ მოიწვიოს მის სამსახურში, ან რომელიმე სხვა, ასე ვთქვათ,
კომპანიასთან რაიმე სახის ასე ვთქვათ თანამშრომლობა თუ კოლაბორაცია გასწიოს და ჯერ ხო ალოდინებენ ძალიან ბევრს, მერე ჩაუშლიან გეგმებს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხო გამოიყენებენ და ამ ადამიანს დატოვებენ თამაშგარე მდგომარეობაში. აი გამოიყენებენ, პასუხზე ალოდინებენ და ბოლოს ეს ადამიანი დარჩება სადღაცას გარეთ, აი გაშიშებული, რასაც ქვია და ყველა თავის საქმეს გააგრძელებს და ეს იქნება სადღაცას მართლა აუთსაიდში და მერე ამ ადამიანს მოუწევს ტვინის ჭყლეტა და მტრევა იმაზე, რომ აი ალტერნატივა როგორ მოძებნოს, როგორ ჩაანაცვლოს და ასე შემდეგ. საბოლოოდ ეს საქმე როგორ დასრულდება? აბა რაღაცა ძალიან დიდი მედებს კი ამყარებს და ანუ რაღაცა შეიძლება პროექტია თუ რა ვიცი რაც არის. მისთვის ეს რაღაც ამბავი საბოლოოდ როგორ დასრულდება? აქ კი მიზის არკანი კოშკი, მაგრამ ой რაც ახაი დაილოცოს კარმა რა. ჯერ ხო კოშკი დამიჯდა და აი ადამიანი არის რამხელა მოლოდინებით იცით მაგ ამბავში, აი ძალიან დიდი მედებს ამყარებს, რომ აი ეს თუ დამთანხმდება და ეს თუ გამოვა, აი წინ წავალთ და ძალიან კარგი შედეგზე გავალთ და ეს მოხდება და ის მოხდება და საბოლოოდ მიიღებს იმას, რომ თავს აგრძნობინებენ გასულელებულად, გამოყენებულად და მიგდებულად თუნდაც საქმეში. და სხვათა შორის მგონია, რომ ფინანსური ზარალით შეიძლება მოყვეს ამ ამბავს, ფინანსური დანაკარგებიც. ვაიმე კი თან ძალიან კი. სხვათა შორის არ გამოვიცხავ იმასაც, რომ შეიძლება რაღაც ახალი ინვენტარი იყიდოს ძალიან ძვირად ღირებული, ну რა საქმეშიც არის, ხო, რა ვიცი, აი რაც ჭირდება. რაღაცა ან ინსტრუმენტი, ინვენტარი, ფართი, აი რაღაცა ესეთი, რაც დიდ ბიუჯეტს მოითხოვს და აი ეს ამბავი რომ ვერ გამოვა, ექნება დანაკარგი, ფინანსური ძალიან დიდი დანაკარგი. მე ხა ერთი რა მომინდა, ეს რაიმე სასამართლო დავებთანაც ხო არ არის კავშირში, იმიტომ რომ აი სადღაცას რაღაცა ეგ ენერგეტიკაც გამოიქცა. და კარტი დარბის, ეს სასამართლო დავებიც ხო არ იქნება შემთხვევით. ნახე შენ. არა, სასამართლო დავები არ იქნება, მაგრამ იცით რა იქნება? აწეღა ხო გითხარით პარტნიორული ურთიერთობა მეთქი და მისი პარტნიორი ბავშვად იქცევა მეხი და ასე შემდეგ. შეიძლება მისი პარტნიორი ამ ეტაპისთვის რაღაცნაირად მხარს უჭერდეს მის საქმიანობას, მაგრამ ჩამოენგრას პირადი ურთიერთობაც და მისი, ასე ვთქვათ, დამფინანსებელი პარტნიორიც შეიძლება რომ ანუ თუ მისი პარტნიორი არის მისი ფინანსური მხარდამჭერიც, ამ ნაწილსაც შეიძლება მოისაზრებდეს ეს ერთი და ხო იცი რა არის, აი ამ წარმოგიდგენთ ძალიან კარიერისტი ადამიანი, რომელსაც პანიკურად უნდა რომ პირადი ურთიერთობები გააჩნდეს, მაგრამ ყველაფერი აქვს პირადი ურთიერთობების გარდა და სხვათა შორის აი ესეთი რაღაცა შეიძლება გადათამაშდეს, რომ ის რომ დაშორდება თავის პარტნიორს, ამჟამინდელ ეხლა რო ყავს შეყვარებული, მას დაშორდება, თუ შეყვარებულია, თუ ქმარია, თუ საყვარელი, თუ რაც არის, ამას დაშორდება. ეს მასზე ემოციურად ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, იმდენად დიდ გავლენას, რომ აუცილებლად იმოქმედებს ეს მის სამსახურზეც, მის ფინანსებზეც და ყველაფერს ერთიანად დაკარგავს ეს ადამიანი, აუცილებლად ექნება დიდი მარცხი. ხა მე იმას კი არ ვამბობ, რომ ხა ეგ იქნება აღსასრული და რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დანაკარგი ექნება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ნუ ეხლა ყველასთან ხო ყოველას ხო რაღაცა ის არის, ყოლება რაღაც ფულიანი საყვარელი და რაღაც, მაგრამ ესეც იცოდეთ, რომ თუ პირადი ურთიერთობების გამო არ ექნება ეს დანაკარგი, შეიძლება რაღაცა კატასტროფა
კატასტროფა ძალიან ისინი თქვა, მაგრამ ან ხანძარი გაჩნდეს თქვა მის სივრცეში, ან მანქანა დაემტრეს ჯვირადღირებული. აი რაღაცნაირია ესეთი, აი გარდაუვალი დანაკარგი ექნება თან საკმაოდ მნიშვნელოვანი. ნუ ეს არის მისი კარმა, ჩვენ ვიკითხეთ რა კარმა მოეწევა და ხო და აქ საყერო შეკითხვა დავსვი ამ ყველაფერს აკავშირებს თუ არა თქვენთან თქო ანუ მიხვდება რომ სამყარო თქვა თქვენს გამო რაღაც სასჯელებს უმზადებს თუ არა თქო ვერაფერსაც ვერ მიხვდება ცოტა უჩინო ადამიანი ამ ნაწერს საერთოდ ძალიან ზედაპირული ადამიანია მინდა გითხრათ და საშინლად არეული ქაოსური ენერგიებით და აი დასტა გამიხდა გასაწმენი მართლა ენერგეტიკულად გასაწმენდი იმიტომ რომ რა ხდება ეხლა აქ კარგით ნუ ხე ეს ძალიან კარგი რომ საერთოდ შეეშვით ამ ადამიანს მეთქი მკითხავს და როგორც გითხარით მეორე ვარიანტზე ამ დასტით ვერ გავშლი მაგრამ ნუ ამ მეორე ვარიანტს დავიტოვებ და სხვა დასტით ვისაუბრებ ეს დროებით გადავდოთ გაიყოს აქ ეხლა თვითონ სასაცილო რა არის რომ ეს ბიბლიაა და აგერ ალტარზე მიდევს ცხოვრების ბიბლიაში ძალიან ბევრი საინტერესო ისეთი ფაქტი წერია რაც გვესაუბრება ტრანსცენდენტალურ სამყაროზე და ისეთ არსებებზე როგორიც არიან მაგალითად დემონები და ანგელოზები და სინამდვილეში ბიბლია არც ისეთი ნეგატიური განწყობით არ არის ეზოთერიკის მიმართ, რამდენადაც ამას სასულიერო პირები ცდილობენ რომ დაგვაჯერონ, მაგრამ ოდესმე ამას მერე ჩავწერ ვიდეოს. იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ბევრი დეტალი. ეხლა მეორე ვარიანტი. ჩაფიქრებული პიროვნების კარბაზე ვაკეთებთ გაშლას და ზოგადად გავიგოთ ეს ადამიანი ეხლა როგორ არის. ეს ადამიანი ახლა და ამ მომენტისთვის შესაძლებელია რაღაც ახალს სწავლობდეს, რაღაც ახალს შეიმეცნებდეს, შეიძლება დაინტერესებული იყოს ესეც ეზოთერიკით, რაღაც თქვათ, ესეთი ტრანსცენდენტალური სამყაროებით, სულიერი ცოდნით და ასე შემდეგ. შეიძლება სხვათა შორის არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაღაცა ესეთ ეზოთერულ ცოდნას შეიძლება სადმე ასე ვთქვათ, იღებდეს და სწავლობდეს. ნუ შეიძლება უბრალოდ სკროლობდეს და აი მაგალითად რაღაცა ასტროლოგიის შესახებ ინფორმაციებს სწავლობდეს, ან რა ვიცი, ნუ რაღაცა ესეთ ამბით არის დაკავებული. თუ ეზოთერიკას გამორიცხავთ, მაშინ ზოგადად რაღაცა ახალს სწავლობს. კარგით. როგორ არის ეს ადამიანი ახლა და ამჟამად ცხოვრების ამ ეტაპზე, მის ცხოვრებაში ახლა რა ხდება? რა ხდება მის ცხოვრებაში? დავტოვოთ რა ხდება მის ცხოვრებაში. გასაგებია. რა ხდება ახლა ამ ადამიანის ცხოვრებაში და ამ ადამიანის გარემოცვაში შეიძლება ახალი მეგობრები იყვნენ. ან მეგობრები წერენ თქვი რაღაც სასწავლო კურსია, თქო და შეიძლება იქ გაიცნო ვიღაცა ახალი ადამიანები და ახალი ხალხი. ასევე შეიძლება მის პირად ცხოვრებაში ვიღაცა ახალი გამოჩენილი ადამიანი იყოს, ან ცდილობდეს რომ მის ცხოვრებაში შევიდეს. და საქმე იმაში რომ ეს ადამიანი კი შედის მის ცხოვრებაში, მაგრამ შედის ძალიან დიდი ნიღბით. ანუ საერთოდ სხვა რაღაცას აჩვენებს და რეალურად საერთოდ სხვა განწყობით შედის. ანუ ეხლა მომენტის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას თავი მოაწონოს და ისე მოიქცეს, როგორც ამ ქალს თუ ამ კაცს, ვინც ჩაიფიქრეთ, მას როგორც მოეწონა, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ სხვა ტიპაჟია. საერთოდ სხვა მიზნებით შედის, მაგრამ ნუ ოკეი, ხა ჩვენ საქმე არ არის, მაგრამ ნუ ზოგადად გაშლაში გამოჩნდა. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი ეხლა არის
ესეთ მდგომარეობაში, აი რაღაცა ძალიან საინტერესო პროცესებს გადის. ძალიან საინტერესოს იმ ხრივ, რომ აი ეზოთერულ ცოდნას თუ ეუფლება, იცოდეთ, რომ აი თავის ინტუიციას ძალიან უახლოვდება. შეიძლება კარგი მედიუმიც იყოს და აი მიცვალებულებთან და გარდაცვლილებთან კონტაქტი მარტივად გამოსდიოდეს. ყოჩაღ, ნამდვილად ყოჩაღ. მაგრამ იცოდეთ, რომ აი ამ ყოველფრის მიღმა, რაც არ უნდა ხდებოდეს, ხო? შინაგანად ემოციურად ეს ადამიანი არის დანგრეული. ძალიან დიდი ტრავმები აქვს ემოციურად მიღებული, ან ფიზიკურად შეიძლება რაღაცა ავადმყოფობა ჰქონდეს. ძალიან მცირე მათგანთან შეიძლება უახლოეს პერიოდში ავარიაში შეიძლება მოყოლილიყო, აი თუ რამე ესეთი ექსტრემალური სპორტი თუ უყვარს, თქვათ, აი მანქანებით შქარასიარული მოტოციკლეტი თუ ყავს რაღაცა, აი მართლა შეიძლება ფიზიკური მნიშვნელობით დაიმტრა, ამოტეხილი ფეხი ან რაღაცა ეგეთი შეიძლება ჰქონდეს. ძალიან ბევრს ფიქრობ წარსულზე, წარსულის დაძაბით მოგონებებზე, მაგრამ ეს ცხრიანი ხმალი, აი რო გითხარით მოტეხილობებით თქო და ჯანმრთელობის პრობლემა, უფრო მგონია რომ ფსიქიკური და ემოციური უფრო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რაღაცა აი ცოტა დეპრესიისკენ მიდრეკილი, აი ძალიან თან კი, რამდენადაც კარგი ინტუიცია აქვს ამ ადამიანს, იმდენადვე ძალიან დეპრესიულია. აი სულ წარსულში ცხოვრობს, წარსულით სულდგმულობს. კი. და აი მიუხედავად იმისა, შეიძლება ძალიან ისეთი კაი სტილი ჰქონდეს, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად არის ცარიელი. ამ ადამიანის ფესვები არა აქვს, უხეშად რო გითხრათ და ყველაფერს, რასაც აკეთებს ზედაპირულად. ან შეიძლება უყვარდეს საკუთარი თავის ესე პრეზენტირება და წარმოჩენა, როგორც აი ძალიან ძალიან კაი ტიპია, მაგრამ სინამდვილეში არც ინტელექტით, არც აღზრდით, არც მისი ოჯახი, აი არაფერი მას არ გააჩნია საიმისოდ, როგორც ეს ადამიანი თავს იჭერს რა. უბრალოდ ცდილობს თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც ძალიან განათლებულ, ძალიან ზრდილობიან, თავაზიან, ისე და ასე და იმიჯს იქმნის ეს ადამიანი მის საოცნებო ცხოვრების და მისი სტილის, მაგრამ რეალურად აი რა ვიცი, ახლა რა შევა დარო ზაპოროჟეცი რო გადაღებოდა, რა ვიცი, ხა C-კლასს რო გინდა რომ დაამსგავსო, პირობითად ვიძახი, ხა რა შუაშია, მაგრამ ნუ არ შეესაბამება იმ ცხოვრების სტილს და იმ ამბიციებს, რაც გააჩნია. ეს არ მე მჯერა იმის, რომ როცა ადამიანი მიზნად დაისახავს, ყველაფერი შეიძლება გამოუვიდეს, მაგრამ ზედაპირულად რაღაცეების მიშენება არაფერსაც არ ცვლის. მთავარია რომ შინაგანად მიხვიდე მაგ კონდიციამდე და ეს ადამიანი ეგრე არ არის. არნაირად არ არის და სულ აქ იმის განცდა, რომ ვიღაცა რაღაცას მოპარავს, ანუ ფიზიკური ფორმით მოპარვა კი არა, აი თითქოს გონია, რომ აი მის სტილს მოიპარავენ, მის სიტყვებს, აი რაღაცა მის ტერმინებს მოიპარავენ. სულ ეგ აი კომპლექსიანი ნარცისი ადამიანი, რომელიც რეალურად არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ აი ზუსტად იმიტომ, რომ შინაგანად ცარიელია, იმიტომ ეშინია, რომ ვიღაცამ არ მიბაძოს მაგალითად, ვიღაცამ მისნაირი ტანსაცმელი არ ჩაიცვას, ვიღაცამ მისნაირ მუსიკას არ მოусმოს. მოკლედ რაღაც თავში ზიკები ყავს ამ ადამიანს, მაგრამ ეხლა თქვენ უფრო მიხვდებით, ვინც მისმენთ, რომ ეხლა მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს ეხლა შენც მწვანე მაიკას ჩაიცმავ და ეხლა თავზე ბანდს დაიდგავ თუ რაღაცა მისი მსგავს და მოკლედ მშობა არა აქვს, როცა ადამიანი მაღალი თვითშეფასების მქონეა რა. და კიდე რა მომენტია, რომ ამ ადამიანს თითქოს სამყარო აძლევს შანსებს და შესაძლებლობებს, რომ მაგ გარემოებიდან გამოვიდეს, მაგრამ აბა აკეთებს, ვერაფერს არ აკეთებს. კარგი ბატონო, ეხლა ვიკითხოთ სამყაროს თვალში. აი ამ ურთიერთობაში, ხო? აი თქვენ როგორ ხედავდათ სამყარო, მას როგორ ხედავდათ და ეს კონფლიქტი რაც მოგიხდათ, აი სამართალი ვის მხარეს იყო რა, უხეშად რო ვთქვათ, ხო?
ამ სიტუაციაში სამყარო თქვენ როგორ ხედავდათ? ჩემი მაყურებლები. აქეთ იყო სამყარო თქვენ. და ამ ადამიანს როგორ ხედავდა? მე მგონი თქვენ იყავით ინიციატორი, რომელსთან ურთიერთობა გაგიწყდათ და დაგესრულებინათ, ხო, სავარაუდოდ. აი, როგორ გითხრათ? ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ თითქოს ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებიდან გააგდეთ. და სხვათა შორის ეგეთ პასუხს მაძლევს ტარო, რომ შეიძლება ამ ადამიანს ბოლოს პერიოდში ქონდა სურვილი, რომ ეს თქვენი ურთიერთობა გადაერჩინასავით, მაგრამ მივიდა იმ ზღამდე, რომ უნდა ასე ვთქვათ დაგესრულებინათ. თქვენ სხვათა შორის სამყარო იძახს, რომ ბოლომდე არ აჩენდით და არ ამჟღავნებდით თქვენს თავს მასთან ურთიერთობაში. რაღაც აი კონფლიქტური ასე ვთქვათ განწყობა შეიძლება გქონდეს. შინაგანი ასე ვთქვათ დაგროვებული რაღაც აგრესია, რასაც ერთხელ არ უთხარით, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და აი ბოლოს ისე მოგეშალათ ნერვები და ისე შეწუხდით, რომ ყველაფერი ერთიანად უთხარით და ყველაფრისთვის ერთიანად მოსთხოვეთ პასუხი და ადამიანი იყო შოკირებული, რომ აი როგორ და რანაირად. მაგრამ აი შეიძლება მომთმენი ხასიათის ადამიანები ხართ და ერთხელ არ უთხარით, მართლა მეორედ, მესამედ და ბოლოს ერთიანად მიახალეთ ყველაფერი და სხვათა შორის სამყარო ხედავს იმას, რომ აი გულიდან ამოიგლიჯეთ ეს ადამიანი და აი საერთოდ ადგილი აღარ დატოვეთ ან შესარიგებლად, ანუ თითქოს ცდილობთ, რომ ყველანაირი მოგონება გააქროთ ამ ადამიანზე, საერთოდ თავიდან ამოიგდოთ, იმიტომ რომ მე ვხედავ იმას, რომ თქვენ დანაკარგი ზოგადად ბევრი გინახავთ თქვენ ცხოვრებაში და ბევრი ადამიანიც გაგიშვიათ თქვენ ცხოვრებიდან, ბევრსაც დამშვიდობები ხართ და ისეთი შეგრძნება გაქვთ და ისეთი აზრი მოდის, რომ ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი არ იქნება თქვენთვის, მაგრამ ეგეთი ის ჩანს რა. აი თქვენი მხრიდან იყო ამ ყველაფრის ნგრევის სურვილი რა. და სამართლიანობა მოდი სამყაროს თვალში თქვენ სამართლიანი იყავით მასთან მიმართებაში. და სამყაროს თვალში ეს ადამიანი რამდენად გულწრფელი და სამართლიანი იყო თქვენთან მიმართებაში. ეუბნებით რა. იცით თქვენ გქონდათ არჩევანი. და უბრალოდ მოგინდათ რომ დაგიმშხვრიეთ, დაგელეწათ ეგ ურთიერთობა. და სამყარო როგორ ხედავს მას და შერიგების სურვილით, მცდელობით და სხვათა შორის პირდაპირ გეტყვით და სამყარო მას არ ამტყუნებს მაინც და მაინც. ამ ადამიანსაც აქვს თავისი კუდები. ანგელოზი ეგეც არ არის, მაგრამ ხო. იცით რა არის? აი ხა მე რასაც აქ ვხედავ. შეიძლება ეს ადამიანი ზედმეტად თავისუფლად გამოხატავდა ყველაფერს. ზედმეტად დაუფარავად. აი რასაც ფიქრობდა, ყველაფერს ზუსტად და პირდაპირ გეუბნებოდათ და არასდროს არ უკურდებოდა თავის სიტყვებს, ნათქვამს.
და შეიძლება რაღაცები თქვენ გაწუხებდათ და აი თქმას რომ დააპირებდით, თითქოს სერიოზულადაც არ გისმენდათ. იმიტომ რომ არ ეგონართ, რომ თქვენ მაგაზე ეგეთი რეაქცია გექნებოდათ და აი თქვენ კიდე რაღაცა მთლად თქვენ უფრო სერიოზული ჩანხართ ამ ურთიერთობაში და ის უფრო ლაღი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს და აი ამ მის ვითომ სილაღეში ხან რომ შეიძლება ცოტა თავხედურ მაგალითად ხუმრობაში გადასვლოდა ან რაღაცა თქვენ მაგას ვერ და არ უთმენდით შესაბამისად ერთიანად უბრალოდ მიუჯახუნეთ კარები ცხვირწინ და მისი მხრიდან პატივისცემ აი გულიდან მოდიოდა სხვათა შორის მისი აი ეს ყველა თბილი გამოვლინება, რასაც აკეთებდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ მართლა ამ ადამიანს უყვარდით. მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი ვინ იყო ეს მეგობარი იყო ყოფილი თქვენი, შეყვარებული, თანამშრომელი, ოჯახის წევრი, რაც არ უნდა გეფიქრებინათ და ვინც არ უნდა ჩაგეფიქრებინათ, იცოდეთ, რომ ყველაფერს აკეთებდა გულიდან ეს ადამიანი და პატივისცემაც გააჩნდა თქვენს მიმართ კი. მაგრამ ნუ ეგრე მოხდა რა. საინტერესოა. ნამდვილად საინტერესო პასუხია. ამ ადამიანს ახლა და ამ მომენტისთვის აინტერესებს თქვენი ცხოვრება? იცი მისი განწყობა და დამოკიდებულება ბოლომდე გამქრალი არ არის თქვენთან მიმართებაში დავიწყოთ აქედან. ინტერესით აინტერესებს. წახვედით მისი ცხოვრებიდან, მაგრამ თვალი გამოგყოლოთ, ესე რომ გითხრათ. შორიდან გადევნებთ ხოლმე ნამდვილად თვალს და შეიძლება ყალბი აკაუნტებითაც გათვალიერებდეთ. შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენ ახლა ძალიან გალაღებული, ბედნიერი, საზეიმო განწყობაზე ხართ მისი აზრით. ასევე ფიქრობს იმას, რომ რაღაც ძალიან თავდაჯერებული გახდით, ბევრად უფრო გამომხატველობით, აი საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, მიზნებს უფრო კარგად გამოხატავთ ლაღად. ასევე აი ეს რაღაცა ფაქიზი ემოცია, რაღაც ბმა და კავშირი თქვენ შორის ჯერ კიდევ დარჩენილია თითქოს, მაგრამ აი რაღაცა ძალიან ნაწილი. უფიქრია მაგალითად ამ ადამიანს, რომ აი როგორ უნდა მოქცეულიყო, რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ გამოსავალი ეპოვა, იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაელაგებინა თქვენი ურთიერთობა. იცით რა მომენტია, აი ხო არ გინდა და წავედიო რა, მაგრამ აი ეს წავედი ძალიან გულდაწყვეტით მოხდა მისთვის. კი, ანუ მისთვის ახლა ხართ აი ძალიან გალამაზებულიც, გაკარგებულიც, შეიძლება ფიქრობთ, რომ რაღაც ძალიან ქველმოქმედებაში გადაერთეთ და ძალიან გაკეთილშობილდით. ხედავს იმას, რომ თქვენ ახალი, ასე ვთქვათ, გარემოცვა გყავთ სამეგობრო. ანუ ბედნიერად ხართ რა. რას ფიქრობთ კიდევ ეს ადამიანი თქვენზე?
ეხლა ამ მომენტისთვის. ფიქრობს იმას, რომ თქვენ ცხოვრებით ტკბებით რა, მაგას ფიქრობს. ბედნიერი ხართ თქვენ ცხოვრებით და გონია რომ ყველაფერი დალაგებული გაქვს, უბრალოდ განიცდის იმას, რომ მოკვდა ეს ურთიერთობა. კი. და იცის რომ ვეღარ აღდგება ვეღარას დროს. მოდი უბრალოდ ვიკითხოთ მისი კარმა და ტელეფონი მიიზრდება ძალიან. თან ვიდეოც ძალიან გამეწევა. მისი კარმა. მისი კარმა, რა კარმა დაუბრუნდება მას ამ ყველაფრისთვის, ან თქვენთან მოქცევის სხვადასხვა ხერასაც უყურებ ამ გაშლოში. მაინც და მაინც მთლად დამნაშავედ არ უნდა აღიქოვდეს სამყარო. წესით და რიგით, მაგრამ ვიკითხოთ. ой. მისი კარმა თქვენთან დაკავშირებით. მისი კარმა არის ის, რომ სამყარო მისცემს ხელახალ შანსებს და შესაძლებლობებს, აი რაღაცა თითქოს რომ გამოვიდეს იმ პრობლემებისგან და იმ სირთულეებისგან, რაშიც ეს ადამიანი არის. საერთოდ იცი რა, მე მგონია რომ მაინც და მაინც მკაცრ პასუხებს არ მოსწონს სამყარო, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს რაღაცა მენტალური პრობლემებიც, იმდენად აი ილუზიაც აღარ ქვია უკვე იმას, იმ ყველაფერში, რაშიც ეს ადამიანი ცხოვრობს. აი თავის წარმოსახვით სამყაროს იქმნის, ანუ რაღაცა ით მოირგებს რაღაცა იმიჯს და ისე ცხოვრობს და ისედაც ანუ რაღაცა ცოტა ესეთი პასუხია რა. რა კარმას მიიღებს ეს ადამიანი თქვენს გამო? მის ცხოვრებაში გამოჩნდება რაღაცა ადამიანი, ისეთი, რომელიც ემოციურ კომფორტს შეიტანს და დაეხმარება. საერთოდ იცი რა არის ხა ამ გაშლაში, რასაც მე ვუყურებ, მგონია რომ არ უნდა გაბრაზდეთ ამ ადამიანზე მართლა, იმიტომ რომ არ განსაჭოთ მკაცრად ეს ადამიანი, იმიტომ რომ თავისი თავი გასჭიროებია. პირდაპირ მშობლით გეუბნებით, ასეთი ადამიანი არ გააკრიტიკოთ ეცადეთ, ან უბრალოდ გაუშვით, მთლიანად ჩახსით, მთლიანად გაუშვით, ეგ არის. მისი კარმა ნეგატიური არ იქნება, უბრალოდ სამყარო ცდილობს დაეხმაროს ამ ადამიანს, იმიტომ რომ დახმარება მართლა ჭირდება და მგონი საკმარისად რთულ ვითარებაში და გამოიჩინეთ ძიცლოვნება და აპატიაც, იმიტომ რომ მართლა თავის თავი გასჭიროებია ამ ადამიანს რა. გულწრფელად გეუბნებით. და თქვენთანაც არ არის ბოროტულად განწყობილი სიტყვათა შორის. ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ ჩემო მეგობრებო და შეგახსენებთ, რომ ნომერზე მიკავშირდებით, ვისაც კონსულტაციის სურვილი გაქვთ 511 14 91 78. ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ.